მოგესალმებით, აჭარის მთავრობის სახლის წინ იმართება საპროტესტო აქცია. დღეს შუადღისით საპროტესტო აქციაზე დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე. ამის საპასუხოდ აქციის მონაწილეებმა არასამთავრობო ორგანიზაცია ალტერნატივამ მთავრობის სახლთან მოიტანა ტრანსპარენტები, რომელზეც ეწერა, რომ ისინი აღარ ენდობიან პოლიციას და რომ ეს გახდა საბჭოთა კავშირის პოლიცია. დაახლოებით 5 წუთის წინ პოლიციამ ეს ბანერი, რომელიც იყო გაბმული აჭარის მთავრობის სახლის წინ, ჩამოხია. ამ წუთებში პოლიციასთან პროვოკაციაზე მოდიხარ უკვე მერამდენე წელი. ყოველთვის პროვოკაცია დაგეთებ შენ აკეთებ პროვოკაცია. ეს სპეციალური მომიწმინდა პოლიციების ვალდებულება რა არის? ეს თუ დარღვევა იყო, გაგვაცანი რომ ჩამოხსენო? მოდი და თქვი რომ ჩამოხსენი თორე ჩამოვიჯავო? გაგვაცანი? ცოტა ხანში სტიკერს მიაკეთე. არა. სონდერს მივაკრავ, რატო მიკროფონი ცოტა დარღვევა იყო, მოდი და გაგვაცანი ჩამოხსენიო. რატო ჩამოგლიჩი? სონდერს მივაკრავ. ჯერ გაგვაცანი და თუ სამართალს დარღვევა ჩამოგლიჩი, მაგრამ არ ყოფილა. ეს ოქრომა და ჩამოგლიჩა ლასტიკი.
განათლება გააკეთოთ ამ ქობით რა ირღვეოდა ქობით რა ირღვეოდა სამართალ დამცავი ხოხა გადავარღვი არავის არაფერი არ გადავარღვი კვერცხი დარღვევა კვერცხი დარღვევა კვერცხი დარღვევა უკაცრისობა სადმე წერია რომის კანონში წერია რომ არ მიკავშირდება ამ წუთებში დაძაბული სიტუაციაა აჭარის მთავრობის სახლის წინ, სადაც აქციის მონაწილეები მართავენ, სადაც იმართება საპროტესტო აქცია. შეგახსენებთ, რომ დღეს დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე, რომლებიც ითხოვდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას, თუმცა საპასუხოდ პოლიციამ ისინი დააკავა. შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია ალტერნატივა მოიტანა საპროტესტო პლაკატები, სადაც გაკრულია ეს საპროტესტო პლაკატები ჩამოხია პოლიცია და ეს გააბა თოკითაი, როგორც ახლა ცდილობენ გაბმას. ესე იყო გაბმული აჭარის მთავრობის სახლის წინ. შემდეგ ჩამოხია პოლიციამ და დაძაბულობა დაიწყო ზუსტად ამის გამო. ეხლა აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ ცდილობენ, რომ გააბან პლაკატი. მოდი ახლა დიდია აი რა იბადონო გითხარო დააკარი და იქ სადაც იქნება ჩვენს წინ იმიტომ რომ ჩვენ გავარდა კანტენი იმიტომ რომ გავარდა და მოდი შენ სადაა ეხლა კამასალო სიტყვის და აჭარის მთავრობის სახლის წინ ამ წუთებში სიტუაცია დაძაბულია. მოქალაქეთა ერთი ჯგუფი ცდილობს პლაკატების თოკზე გაბმული პლაკატების გაბმას მთავრობის სახლის წინ. მეორე ჯგუფი ითხოვს განმარტებას თუ რატომ ჩამოხია პირველ შემთხვევაში. არა ეს ხალხი მანიპულირებს კანონიც რომ კანონის აზრია კარგად კანონის აზრია მოვადო და მაგისტრის პასუხს მე აზრი არ ხარ კანონის ხარ ჩაულებრივი მონები მიჩინა ივანიშვილი ეს შემთხვევი რო არა ეს შემთხვევი რო არა ეს შემთხვევი რო არა მოქალაქე ცდილობს ეხლა მიიღოს პოლიციელისგან განმარტება თუ რას აშავებს საპროტესტო პლაკატების გაბმვა.
აქციის მონაწილეები პოლიციელებს მუშტებს. საპროტესტო აქციის მონაწილეებს არ მიცეს საპროტესტო პლაკატების მთავრობის სახლის წინ გაბმის საშუალება. ისინი ცდილობდნენ თოკზე გაებათ. ახლა პოლიციელების მიმართულებით აქციის მონაწილეები ბუშტებს უშვებენ. ამას გარდა დაძაბულობა არ ცხრება იქ, სადაც აქციის ერთ-ერთი მონაწილე რომელი მუხლი დაერღვა მითხარ? რა ჩამოხე ბაწარი? რატო? სამოსა ძველი მითხარ? ლევან ანთაძე მუხლი მითხარ? მუხლი მითხარ? რომელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის რა მუხლი? ძველი ბიჭობა, მუხლი თუ ხოთობა? რასუში წერტი რა? საზოგადოების წესრიგი დაჭრა უსვიშე? ხო, ხელი აიქნიე და სიმართლე გვიშე რომ რობოტი. ცოტა გადაიწიე თქვენ? გადაიწიე ხა თქვენ თავზე მიმართეთ გადაიწიო? თურმე ახალი ფეხსაცმელია და დაისვა. ერთი ამაზე ბატალიონი რა პრობლემა? ჩმორნიკე! იყო ნადვისკებზე იყო გამული. არა ისე ბიჭო, ბატონ დავით, ერთი მხრივ კაი არა გახდება. აწერია უნდა შეგწყვეტ. სამკუთხედი ხელო მომიწია იგელა არა. ბიჭო, ხელი არ უქმნიე. შენ არ გადაშენდის გამო გადაშენდი მითქრავ ამის გამო ხალხი არ დაიკავა არ დაასწავლე. გევანდელი დღის გმირია ისე ყველას დავაკავებულ მის ამ სიტყვას მეტყვის გადაშენდი. რა შეურაცხყოფა გადაშენდი. პოლიციელი ვარ შეურაცხყოფა. შენო ხელი რო დამარხი შეურაცხყოფა. გადაშენდი. გადაშენდი შეურაცხყოფა. ეს არა შეურაცხყოფა. რომ დაგაჩმორად მაშინ გახადა მაშინ მოგაყედა. ეს ჩმორობა რა შეურაცხყოფა. ეკუთვნისაა პოლიციელი. აი ამ სიმართლე არ წერია. ჩმორობა რა შეურაცხყოფა და გადაშენდია შეურაცხყოფა.
აქციის მონაწილეები ცდილობენ პოლიციისგან პასუხის მიღებას კითხვაზე, თუ რა კანონი დაირღვა საპროტესტო პლაკატების გაბმით მთავრობის სახლის წინ, რომელი პლაკატებიც პლაკატები იყო ბაწარზე გაბმული, თოკზე უფრო სწორად და ის ჩამოხია პოლიციამ და ეხლა აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის ალტერნატივას ხელმძღვანელი ხათუნა ბერიძე, ნაციონალური მოძრაობიდან ბონდო თევდორაძე, ასევე ელგუჯა ბაგრატიონი და ლევან ანთაძე ცდილობენ მიღებას პოლიციის მაღალჩინოსნებისგან, თუ რა კანონი დაირღვა პლაკატების გაბმით. აი რომელიმე პოლიცია შეფასებას კიდე ინტერვიუ დაიწყო შევიდა დამცავი მინისტრები არ გეყოლება მილიონი თანამდებობა მეკნებოდა შეგვიძლია რომ წავყოლოდი მონურსახურებაში ამ ეს είναι ο πρώτος. Άρα, σένα, άρα. Έχεις άπρεβη, άπρεβη. Έχεις άπρεβη, έχεις άπρεβη, გაჩვენებთ აქციას ამ წუთებში ცოტა ვრცელი ხედით. ეს არის საპროტესტო აქცია, რომელიც იმართება აჭარის მთავრობის სახლის წინ. აქცია პერმანენტულია და უკვე თვეზე მეტია, რაც აჭარის მთავრობის სახლის წინ გაშლილია კარვები და აქციის მონაწილეები აქ ღამეს ათევენ. დღეს აქციაზე დააკავეს რამდენიმე მოქალაქე, ჩემი ინფორმაციით 5 ადამიანი. ესენი არიან ადამიანები, რომელიც გუშინ დააკავა პოლიციამ, დააჯარიმა უკაცრავად, გუშინ დააჯარიმა პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევის გამო. დღეს ეს ადამიანები იყვნენ მოსულები აჭარის მთავრობის სახლთან და ითხოვდნენ თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა. საქმე იმაშია, რომ აჭარის მთავრობის სახლის წინ კარვებში ღამეს ათევდნენ. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც აჭარის მთავრობის სახლის წინ გაშლილ კარვებში ათევდნენ ღამეს და მათ გუშინ ეს ამ ადგილს ქვია თავისუფლების კვარტალი დაარქვეს აქციის მონაწილეებმა. აი სწორედ ეს ადგილი დატოვეს რამდენიმე წუთით სასურსათო მაღაზიაში შესასვლელად და პოლიციამ სწორედ ამ დროს დააჯარიმა ისინი. ისინი ითხოვდნენ სწორედ ამ ჯარიმის გამო აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას, თუმცა ეს შეხვედრა ვერ შედგა. საბოლოოდ აქციაზე მოხდა დაპირისპირება, რის შედეგადაც ისინი დააკავეს. სწორედ ამის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია ალტერნატივამ გადაწყვიტა მოეტანა საპროტესტო პლაკატები ამ პლაკატებზე იყო მე თქვენ პატივს აღარ გცემთ საბჭოთა კავშირის პოლიცია და ამ პლაკატების მთავრობის სახლის წინ გაბმას მოჰყვა პოლიციის მხრიდან მისი ჩამოხსნა.
Καλά, გააკა. ბატონო კოტე, გამარჯობათ. ბატონო კოტე. ბატონო კოტე, ბათუმელების ლაივში ხართ, დღეს დაკავებულებთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, რამდენი ადამიანი დააკავეთ და რა გახდა პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა და სავარაუდოდ პოლიციის სასამართლო. რაც შეეხება პოლიციას, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაშავდა პოლიციელი. მის შესახებ თუ დაზიანება მიიღო, მაგრამ დეტალებს დავაზუსტეთ, რა პერიოდში მიიღო, რა დროს მიიღო და შესაბამისად რა ტიპის დაუმორჩილებლობა იყო, რას არ დაემორჩილა, რას ითხოვდით მათთან? აქციის რამოდენიმე მონაწილე ითხოვა თავმჯდომარესთან შეხვედრა თავრობის დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ განემატა თმა, რომ ეს შეხვედრა ვერ შედგებოდა. ამის შემდეგ შეეცადნენ კვლავ აგრძელებზე, რომელსაც განუმარტეს პოლიციელმა, რომ დაეტოვებინათ აღნიშნული ტერიტორია, იქ განლაგებული იყო პოლიციის კორდონი და გაღიზიანება გამოიწვია მათი არ შეშვებამ და ვინაიდან დღეს ეს შეხვედრა ვერ შედგება და გამოიწვია მათი აგრესია, მერე შემდეგ გადაიზარდა პოლიციელების მოთხოვნის დაუმორჩილებლობა და აი, რაც შეეხება დღეს პლაკატების აქ ჩამოხსნას, რატო არ შეიძლებოდა რომ აქციის მონაწილეებს განემატა პოლიციელი სადაც დგას პირისპირ გამოფენა პლაკატის დისტანცია არ იყო დაცული და ასე შეიძლება ჩვენ მიიღეთ რეკომენდაცია და ნებისმიერ დროს შეუძლია გამოხატოს პროტესტი ნებისმიერი პლაკატით ეს მათი უფლება. მაგრამ არ უნდა გააბან ამას არა, μόνο პოლიციელების წინ გააბეს. რამე კანონს არ ღვევდნენ ამით ბატონო? დაეცოთ დისტანცია. დისტანციის ზანგი რომ არ ადგა. ეს იყო კონსტანტინე ანანიაშვილი, აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსი, რომელიც შეეცადა აეხსნა თუ რატომ დააკავეს დღეს აქციის 6 მონაწილე, როგორც მან თქვა, აქციის 6 მონაწილე დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, ასევე დღეს აქციაზე დაშავდა პოლიციელი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ახლა ლევან ანთაძე ებძვიან ბანერს, ებძვიან შტებს, რაღაც გასაგებია, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელებს განამაცაძლევს. ჩვენ ამ ბრძოლას გავაგრძელებთ ბოლომდე, სანამ არ მივიყვანთ, სანამ არ დაინიშნება საქართველოში არჩევნები, გადმეორებითი არჩევნები. ხვალაც იგივეს ვაპირებთ, ზეგაც იგივეს ვაპირებთ. ბრძოლა იქნება ბოლომდე. ლევან ანთაძე. ბატონო ლევანი. როგორ გააკეთა შვილებს, როგორ მამას დაუტოვეთ და საქართველოს ეს ციტორო. ეს ფორმა თავრობის სახლის წინ სიტუაცია ნელ-ნელა განიმუხტა. თუ კი რაიმეც ბატონო ლევანი, ბათუმელების ლაივში ხართ, დღევანდელი მოვლენების შესახებ მინდა გკითხოთ. დიახ, მოკლედ აქ არის რამდენიმე ზონდერი პოლიციელი, რომელიც როგორც კი გამოჩნდება, იგრევე ირევა სიტუაცია. 5 დღის განმავლობაში აქ საპატროლო პოლიცია იყო და არანაირი კონფლიქტი არ მომხდარა. ესენი გამოჩნდებიან, იწყება შემდეგ არეულობა, იწვევენ ამ პროვოკაციებზე მოდიან, დააკავეს 5 ბიჭი, რომელიც ფაქტურად ერთ-ერთი პიროვნება ითხოვდა რიჟვაძესთან შეხვედრას არ ჩასვეს აჭარის ნაკრებში, რომელიც მიდიოდა შეჯიბრზე. რატო არ ჩასვეს მოგეხსენებათ, რადგან თავის პოლიტიკურ სიმპათიებს გამოხატავდა. ამის საკითხელად მივიდა ადამიანი და ის ეკნეს, რომ 5 თუ 6 ადამიანი დააკავეს. ეხლა ბაწარზე გამბული ის არ მოეწონათ ბანერები, სადაც პოლიცია კი არა, სინამდვილეში მილიცია, მაგრამ უმეტესობა წესიერი ადამიანი, რამდენიმე არის, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ცალკე უხდის ეს ხელმძღვანელობას.
ცალკე უხდის ნახას და ეს ცნობილი ფაქტია და შესაბამისად იქცევია როგორც ბიძინა ივანიშვილის მონები და არა როგორც პოლიციელები. ამიტომ მილიცია ქვია ამას. პოლიცია აღარ არის გეი. ჩვენ ვაპირებთ გაგრძელებას ბრძოლას ბოლომდე, სანამ იმ შედეგს არ მივაღწევთ, რომ ქართველ ადამიანს არჩევნებზე ხმა არ მოპარო. და მისი გამოხატული ხმა აისახოს შემდეგ პარლამენტში, მთავრობაში და ასე შემდეგ. მადლობა, ეს იყო ლევან ანთაძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი და აქციის ერთ-ერთი ლიდერი შეიძლება ითქვას. ისე დაძაბულება. ესეთი ამ წუთებში მდგომარეობა აჭარის მთავრობის სახლის წინ. აქციის მონაწილეებიც და პოლიციელებიც რჩებიან. როგორც უკვე გითხარით, 6 ადამიანია დაკავებული, როგორც აჭარის პოლიციის უფროსმა თქვა, ადმინისტრაციული წესით არიან ეს ადამიანები დაკავებული პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლებისათვის. შეიძლება ითქვას, რომ ამ წუთებში სიტუაცია განიმუხტა. ეს თუმცა ისევ გრძელდება დაძაბულობა. ზოლში ჩამდგარი ლავასტობის აქციას მიაწილებს. ნაციონალური მოძრაობის დროს პოლიციელი და მაშინიც რაება. და დღეს შენიცი რაც ხარ. და დღესაც ხარ პოლიციელი, დღესაც პოლიციელი. არ ხარ, რომელიც ემსახურება ქვეყანას. დღეს ხარ გავანცებული და დაჭმონებული. ბიძინას, ირაკლი, ბიძინას მხარეხა. პოლიციელი, ირაკლი. ერთი რაღაც კითხვა მაქვს და ამ კითხვაზე პასუხს ვერ ვცემთ ვიცი. ყველა დაკავების დროს რატო იწყება თქვენი მხრიდან პოლიციასთან პროვოკაცია? არასოდეს არ შენ დასკვნას აკეთებ კი, ახლა რას გაწყობს იმ დასკვნას აკეთებ? ანალიზი იქედანაც დააკავე. ანალიზი რეზო ხარაჟი რაზე დააკავა? სადაა ვაშკაცი რომა? რეზო ხარაჟი რაზე ბუჯზე დააკავე? ვინ
რაზე დააკავე რეზო ხარაზი რაზე დააკავე რატო დააკავე 1000 ჯერ მოუწოდ რა დაარღვია რომელი კორდონი პოლიციის კორდონის თავზე ავიდა და ეხლა კორდონი რა იქ რა გეტყოდა იქ ვისიცავდი რომელ კორდონს იცავ ლევან ანკაძე აჭარის პოლიციის უფროსის მოადგილეს ირაკლი ჭედიშვილს ახსენებს რეზო ხარაძის დაკავებას, როდესაც რამდენიმე დღის წინ რეზო ხარაზმა ბუშტები აღმართა და ამის შემდეგ ის დააკავეს. როგორც მილიციონერი პოლიცია როდის იყო ისევ როდის მილიციონერი შევარდნაძის პერიოდში ნაციონალ მოძრაობის პერიოდში როგორც პოლიცია როგორც მილიციონერის პოლიცია არა შენ გისვა ხო იგივეა მე რა ვიცი ასე ბევრია უნდა ითქვას რომ აქციის მონაწილეები და პოლიციელები ახლა ერთმანეთში არ ყვევენ ვინ დაარღვია დღეს არ ვიცი რამდენად სწორი იქნება ამის თქმა, ვინ დაარღვია დღეს კანონი, რადგან უბრალოდ აქციის დააკავების პროვოცირებაში პოლიცია ადანაშაულებს აქციის მონაწილეებს, ხოლო აქციის მონაწილეები თვლიან, რომ პოლიციამ გამოიწვია პროვოცირება, კონკრეტული რამდენიმე პოლიციელი იქცეოდა განსაკუთრებით სასტიკად და მიზანმიმართულად დააკავა აქციის. ამასობაში აქეთ საინტერესო აქცია პერფორმანსია სკამებზე დააწყვეს პლაკატები. ეხლა გაჩვენებთ რა წერია ამ პლაკატებზე. მადლობა. ეს არის პლაკატები, რომელიც თავდაპირველად იყო გაკრული თოკზე. ეს თოკი პოლიციამ ჩამოწყვიტა, ამას მოჰყვა დაძაბულობა აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის და ახლა აქციის მონაწილეებმა მოიფიქრეს ახალი გზა, დადგეს სკამები და ამ სკამებზე გაფინეს ეს პლაკატები. ეს არის შეშის ნაძვის ხე, რომელიც აქ რამდენიმე დღეა დგას პოლიციის კორდონის წინ. ქონი საბოლოოდ განიმუხტა სიტუაცია აქციის მონაწილეებმა და პოლიციელებმა გაარკვიეს ირაკლი პატიოსნე დიდი სამსახური გაქვს ქვეყნის წინაშე. რომ ადამიანებს ზოგ თანამშრომლებს ეშელება და ამ მართლებს როგორ იცი
ფუნდამენტურად ამართლებს. არ მართლებ, რომელიც ფორმა რომ გაცილია არ წყვეტს და იმას ამართლებს. ისეთი დარბევაში არ მონაწილეობს. ეს კიდევ ერთი ადგილი, სადაც გრძელდება გარკვევა, ვინ დააშავა დღეს. იმიტომ მომეცით. რატო ხდება პროვოკაცია? სულაც იალება. შედი ვიჟუალის კაბინეტში იტრია. არაფერი სურათებს იგებ მე აუზანუდი და ძენი რო ხარ. შემოგრიბა მთელი სანადისა. უჯა. არ მოგიყვე. თავის აკნია შენობა შევიდა სამუდამოდ არა უკლება მე აღსვაგა მისი სანადისაო არაშმაში ასე უნდა და არა სანადისაო დასაქმებო სანადისაო ბატონო შედია გამოდია ბიზნესის ეს ორი დოდაოსი სამი ჩვენდა ეს არის მისაბია ერთო საკუთრება რომ ის სადაწყაო დაასრულა და დადგეს ახლა არ დახალდა ის მისაბია მისი სოფლელია მისი აი კაფარი და კაფე გაჩერდი და ყველას რო გინდა ბატონო ელგუჯა, გამარჯობა, ბათუმელების ლაივში ხართ. დღევანდელი დღე რომ შეაჯამოთ, რა მოხდა, მოკლედ რომ მითხრათ. ნუ დღეს აქცია იყო, როგორც კი მრავალრიცხოვან აქციას დაინახავს პოლიცია. წინა დაკავებებმა და დარბევებმა და სცემის ფაქტებმა არ გამოიღო შედეგი, როგორც ჩანს. დღეს განაახლა ისევ დარბევა, დაკავებები, მაგრამ ვერ ისწავლეს ამ ადამიანებს. გიძინა ივანიშვილა თავისი ხოც ბანდა რომ მოავლინა აქ თანამდებობებზე და დავალებას აძლევს რომ როგორმე დაარბიოს აქციის მონაწილეები დააშინოს და აკავოს. ამით ამ მუხტს ჩაკლავს, ვერ იზამს. ამ რუსული მეთოდებით გიძინა ივანიშვილი ვერ შეძლებს ამ პროტესტის, ამ ხმას ჩახშობას ვერ შეძლებს. რამდენი წამოდა დააკავონ, ხვალ უფრო მეტი ადამიანი გამო. ეს ბრძოლა მივა ბოლომდე აუცილებლად. აქ არ დგას მონები, აქ დგას თავისუფლების მოყვარული ხალხი. დღეს დაპირისპირება რატომ დაიწყო? ნუ პროვოკაციაზე როგორც ყოველთვის პოლიცია, აი პოლიციის მაღალჩინოსანი, საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი დავით მაღრაძე. როცა მოქალაქე მუთხრა რომ ადამიანი რომელმაც 9 ადამიანი დააკავა, გაიტყუა მოთხოვებით, გაიყვანა აქციიდან და დააკავა, ეს ადამიანი აქ არ უნდა იდგეს. დაინახეთ აი სოციალურ ქსელში უამრავი ლაივია, ხო? როგორც ძველი ბიჭის ზონდერი ისე მოექცა ადამიანებს დაუწყო ცემა და დაკავება. მაგრამ ეს პროვოცირებები, ეს დაკავებები, ეს დარბევები შედეგს ვერ გამოიღებს. კიდევ უფრო მეტად გააბრაზებს ხალხს. კიდევ უფრო მეტი ადამიანი დადგება და დამერწმუნეთ რომ ეს ბრძოლა მივა გამარჯვებამ. ეს აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება. მადლობა ბატონო ელგუჯა. ეს იყო ელგუჯა ბაგრატიონი, რომელმაც ისაუბრა დღეს მომხდარი ფაქტის შესახებ. კერძოდ დღეს აქციაზე დააკავეს 6 მონაწილე. მთელი საღამოა დაძაბულობა, 4 საათის შემდეგ დაძაბულობა აჭარის მთავრობის სახლთან. ახლა სიტუაცია შეიძლება ითქვას რომ ჩაწყნარდა. აქციის მონაწილეები გადავიდნენ თავის ტერიტორიაზე
პოლიცია რჩება აჭარის მთავრობის სახლის წინ ტროტუარზე. აქ არის ის პლაკატები გაშლილი, რომელი პლაკატებიც თავდაპირველად თოკზე იყო გაბმული და პოლიციამ ჩამოხია. დროებით გემშვიდობებით თუ კი რაიმე სიახლე იქნება დაგიბრუნდებით.